გამარჯობა, დღეს პროექტში გვაქვს RGB კედლის საათი Arduino-ზე. მას დავიწყოთ სეგმენტების ამობეჭდვით 3D პრინტერზე. თუ გინდა რომ შენი პროექტები პრეზენტაბელურად გამოიყურებოდეს, 3D პრინტერი ამაში ძალიან დაგეხმარება. ამობეჭდილი სეგმენტები დავაცებოთ ლამინატზე. სეგმენტები დავურბოთ, როგორც ნაჩვენებია ვიდეოზე. ავიღოთ VS2812 RGB ლენტა. მოვამზადოთ სარჩილავი, ეგრეთ წოდებული პაიალნიკი და შევდგეთ საქმეს. ვინც არ იცის, ეგ არის RGB ლენტა, რომელიც კონტროლირდება ერთი პინიდან Arduino-ით. მათ შორის არსებობს ბევრი ბიბლიოთეკა. ძალიან ლამაზი და ბევრი საკაიფო პროექტების გაკეთება შეიძლება ამით. თუ არ შემეძარა და გავაგზავნე ეგ პროექტი YouTube არხზე, ბევრ საინტერესო რაღაცებს გააჩვენებთ. არავე თქვენზეა დამოკიდებული ლაიქებზე და რავი, ნახვებზე. დარჩილვის შემდეგ მოვამზადოთ პისტოლეტის ჟღინტერწეპოთი და სეგმენტები ამოვავსოთ. ავკრიფოთ პლატაც. სქემატურად როგორ უნდა ავაწყოთ ეგ ყველაფერი ნაჩვენებია აგერ ამ სქემაზე. აი ესეც სკეჩი Arduino-ზე დასაინსტალირებელი. სანამ სკეჩს დააყენებ, სამი ბიბლიოთეკა უნდა დააყენო Arduino IDE-ზე. ვინც არ იცის რა არის Arduino და Arduino IDE და როგორ პროგრამირდება Arduino მიკროკონტროლერი, შემდეგ ვიდეოებში ალბათ ვექნება მაგაზე გაკვეთილები. Arduino sketch და დაერთების სქემას დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ გადმოგკაჩოთ და ისარგებლოთ. სქემაში ჩამატებულია ფოტორეზისტორი. აბა ნახოთ როგორ მუშაობს. კი, მუშაობს კარგია. ვიდეო დასრულებას მივუახლოვთ. ლაიქი, გამოწერა, კომენტარი. აბა, შემდეგ ვიდეომდე კარგად გრძანდებოდეთ.